თქვენი უფლებები. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, 3-დან 4 საათამდე ეთერშია გადაცემა თქვენი უფლებები. მე მას წაუძღვები ჟურნალისტი ია დანელია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის ძალიან საინტერესო თემებით დაკომპლექტებული, რომელიც ყოველდღიურმა ჩვენმა ყოფამ მოიტანა. პროკურატურის რეფორმა, ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, ვთქვით ის მთავარეთესები, როგორც რა ორგანულ კანონში რა ცვლილებებიც იქნებოდა შესატანი და აგრეთვე ნაფიც მსაჯულებზე, სწორედ ახლახან წამოჭრილმა კვლავ და კვლავ საინტერესო საკითხმა, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს ვერდიქტი თუ დასკვნებად და არის თუ არა დამნაშავე ესა თუ ის ადამიანი და ამას მოყვა საზოგადოებაში დიდი განხეთქილება რა უნდა ვქნათ გვჭირდება საერთოდ ნაფიც მსაჯულები თუ არ გვჭირდება. სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ ალუდა ხუდუშაური ჯორჯიან ლეგალ კონსალტინგის დამფუძნებელი არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონო ალუდა. მოდით პროკურატურის რეფორმით დავიწყოთ. საჭირო იყო თუ არა ეს რეფორმა, დროული იყო თუ მეტიც შეიძლება დაგვიანებულიც კი იყო და რა ვცვლით, რა არის პრიორიტეტები, რითაც ხელმძღვანელობენ თქვათ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების ავტორები და რითი გააუმჯობესებს თუ პირიქით გააუარესებს ჩვენს ცხოვრებას და სამართლის აღსრულებას ეს კანონი. მოგესალმებით, მივესალმებ ჩვენს მსმენელებს. ძალიან კარგი არის რომ კვლავ თქვენ როგორც ყოველთვის ეხებით ერთობ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს საზოგადოებისათვის და ჩვენი მსმენელებისათვის. ამისათვის ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით და დავიწყოთ პროკურატურის რეფორმით. როგორც ჩვენ არაერთ საინფორმაციო საშუალებებში მოვისმინეთ, დიდი აქტივობა არის ამ ნაწილთან დაკავშირებით ხელისუფლების, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო აქტიურობს და ბუნებრივია შესაბამისად მთავრობას შემოქმედი წესით დიახ გახლავთ იუსტიციის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი მოცემულობა. ჩვენ მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში პროკურატურას ვერ მოუძებნეთ შესაბამისი ადგილი სახელმწიფო შტოებს შორის. ვის ფრთის ქვეშ ყოფილიყო? ჩვენ ვიცით რომ არის კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების დანაწილების ძირითადი სამი შტო, ის გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო, ანუ საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ვერც ერთ რგოლში ვერ ჩაჯდა პროკურატურა როგორც წესი და ხან დამოუკიდებლად გაგვაქვს, ხან სადაცაც რომელიღაც უწყებას უერთებთ. ჩვენ ვიცით რომ იუსტიციის სამინისტროსაც ჰქონდა ეს დაქვემდებარებული იუსტიციის მინისტრი გახლავთ ამასთან ერთად მთავარი პროკურორი. უცხოური გამოცდილებაც ალბათ საინტერესო იქნება, ბატონო ალუდა, აი ვთქვათ ევროპულ სასამართლოში მაპატიეთ სამართლებრივ სისტემაში სად არის პროკურატურის ადგილი და საინტერესო ამერიკულშიც სად არის? დიახ. ამასთან ერთად დავასრულებ იმას, რომ იმასთან დაკავშირებით ჩვენ სახელებს უცვლიდით, ადრე ერქვა ამას გენერალური პროკურორი, შემდეგ დაერქვა მთავარი პროკურორი და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ სახელს რას დავარქმევთ, თავარი არის რომ რა სტატუსის და რა უფლებამოსილების მატარებელი გახლავთ კონკრეტულად ამ უწყების სათავეში მყოფი ადამიანი და შემდეგ უკვე თავარი ყველაზე უმთავრესი ეს გახლავთ ანგარიშ ვალდებულება. იმასთან დაკავშირებით რომ თქვენ ახსენეთ საზღვარგარეთის ქვეყნები, ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ ამას რომ რომელიღაც ქვეყანაში როგორც არის პირდაპირ გადმოუწერდით ამას კანონმდებლობა სავსე არის ასეთი მდარი ჩანაწერებით ისე რომ არ ვითვალისწინებთ ჩვენს რეალობას, მენტალობას, მაგალითად შემდეგ უკვე მომდევნო თემასთან დაკავშირებით იგივე გახლავთ ის რომ საზოგადოება რამდენად იყო მზად ან არ იყო და ჩვენი კონიუნქტურა ეს ნაფიც საჯულების თემასთან დაკავშირებით იგივე არის. საერთოდ სოციუმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ეს კანონმდებლობაში ცვლილება და მე ვიტყვი იმას რომ დღევანდელი პროკურატურა გახლავთ აბსოლუტურად გაუაზრებლად შექმნილი და ასევე ვიტყვი იმას რომ მას რა უფლებამოსილებებიც გააჩნია და კანონმდებლობის ძირითადი ფუნქციები ეს როდესაც შევარდნაძის ეპოქის დროს გახდათ ის რომ მას სხვა არაერთი ფუნქციაც ჰქონდა გახდათ ის რომ დიახ სასჯელის აღსრულებაც კი როგორც ეგეთი შემდეგ ემოდის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა ეს და ანუ ყველაფერს თვითონ აკეთებდა ეს ადამიანი ფაქტობრივად ზჯიდა ადამიანს და თვითონაც აღსრულებდა კიდევაც ამასთან ერთად მივიდა რაღაცა დოზით დახვეწამდე და მას დარჩა ძირითადი ფუნქცია რომ მიგი ზედამხედველობს
გამოძიებაზე, კანონიერებას. ძირითადი ფუნქცია მისი გახლავთ სწორედაც ეს, ანუ ზედამხედველის ფუნქცია. დიახ, რომ კანონიერება იყოს დაცული გამოძიების დროს. ჩვენ გვეშლება ხოლმე ხშირად, რომ გამოძიებას აუცილებლად მივაწერთ, რომ პროკურატურას არ არის ესე საგამოძიებო უწყებები და დანაყოფები აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა არაერთ უწყებას თავდაცვის სამინისტროს, დიახ, გარემოს დაცვას და ასე შემდეგ. ანუ ბატონო, რო ჩამოვყალიბდეთ და უფრო ნათელი რო გახდეს ჩვენი მსმენელისათვის. ყველა ამ საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე გამოძიებას ზედამხედველობს ზედამხედველი პროკურორი. აბსოლუტურად. და თვითონ არ იძიებს არც ერთ პროკურატურა, მოგახსენებთ, პროკურატურა არის ყველა საგამოძიებო რგოლის ყველა უწყებაზე ზედამხედველი რგოლი. რაც შეეხება თვითონ იძიებს თუ არა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი წესით მას აქვს საგამოძიებო დანაყოფი და მნიშვნელოვან საქმეებს, მაგალითად, როგორც არის საზოგადოებისაც კარგად ცნობილი, გახმაურებული საქმეები, ზურაბჟვანიეს საქმე და ასე შემდეგ, და ასევე თვითონ ყოფილი ჩვენი პრეზიდენტის საქმეც და მაღალჩინოსნების ამ გამოძიებას ზედამხედველობს არამარტო ზედამხედველობს ამ საქმეებს, არამედ უშუალოდ თვითონ იძიებს საგამონაკლისო წესით, რადგანაც საუბარი იმაზე, რომ ამ დანაყოფის ფუნქცია გახლავთ ის, რომ მომეტებულით ყურადღებით იქნეს ყველა დეტალი შესწავლილი. ესეთი გახლავთ ის ასევე ის გამონაკლისები, როდესაც ძალოვანი უწყების თანამშრომლის მიერ არის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასეთ საქმეებსაც იძიებს შემდეგ უკვე პროკურატურა. ამასთან ერთად, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ პროკურატურის რგოლი სად უნდა იყოს და რომელ უწყებაში, ასე შემდეგ, დღევანდელი მოცემულობით კანონი, ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ არ გვაძლევს პასუხს იმაზე, რომ პროკურატურა და მისი ხელმძღვანელობა ვისთან არიან ანგარიშვალდებული. ნუ არ ვიცი მე ეს გამორჩათ თუ დაავწდათ, ვერ გეტყვით ამას, როგორ იყო. ეგრე დამოუკიდებლები არიან საერთოდ. ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე კარგი შემთხვევა იყოს. ნაკლებად სავარაუდოა რომ ესე იყოს, მე არ მაქვს არანაირი არგუმენტი იმ ფაქტებიდან და გარემოებიდან გათვალისწინებით, რაც მე როგორც პრაქტიკოს იურის ხდება ყოფით ცხოვრებაში, რომ ვივარაუდო, რომ პროკურატურა მართლაც არის დამოუკიდებელი და მას არ ჭირდება არავისთან ანგარიშვალდებულება. ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, მით უფრო და ვიხდით ჩვენ ყველანი გადასახადების გადამხდელები, ვალდებულები არიან საზოგადოების წინაშე, რომ წარადგინონ და ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას პირველ რიგში, რომ იმ საქმეებთან დაკავშირებით არ იყოს კითხვები და მათი უმთავრესი ფუნქცია რა არის. ეს არის ზედამხედველობა კანონიერებაზე და თვითონ სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე საუბარი არის იმაზე, მსმენელებიც მე მგონი ადვილად მიხვდებიან ამას, რომ კანონიერად იყოს გამოძიებული და კანონიერება დადგინდეს ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორც არის სისხლის სამართლის დანაშაულები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და საზოგადოების და მსმენელების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ესეთ საკითხებში არ ერევა და პროკურატურა ერევა და ერთვება მხოლოდ როდესაც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. სისხლის სამართლის კოდექსი კი როგორც ეგეთი ბევრ ქვეყანაში და მით უფრო საფრანგეთში, როდესაც პირველი დაწერილი სისხლის სამართლის კოდექსი საფრანგეთში ხდება გასულ საუკუნეებში, ეს გახლავთ მე-18 საუკუნე დასაწყისი, მას არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საფრანგეთშიც ერქვა დაჟის კანონი. ანუ საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის წესით, როდესაც ხდება რაიმის გარკვევა, ამას მოყვება აუცილებლად თუ დადგინდა ქმედება ის, რაც შეესაბამება ამ კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ დანაშაულს, ამისთვის არის გათვალისწინებული სასჯელის სახით პატიმრობა, ანუ იზოლაცია სხვა საზოგადოებისგან, რომელიც არაერთ უფლების კანონიერად შეზღუდვას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად ხიზლად და საზოგადოება რომ მოვითხოვოთ და კითხვები არ იყოს საზოგადოებაში, საზოგადოების ნაწილს არ უნდა ქონდეს უმეტეს ნაწილს მით უფრო განცდა იმისა, რომ ხელში აიღოს ხელკეტი და სამართლის აღსრულება თუ რაღაცა თავად შეუდგეს. კი ბატონო, ჩვენ ამას ჩვენ წინა გადაცემაში ლინჩის წესით მოითხოვა ქალბატონმა. ამას ვიძახი და გასამართლება. რაოდენიმე სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ამ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ საინფორმაციო საზოგადოების, რა ქვია, საშუალებებს ყოველდღე ხედავთ ჩვენი მსმენელები და საზოგადოება ხედავს ამ ტრაგიკომედიას, რომ ვიღაც ადამიანი ცდილობს თავის დაღადგინოს სამართლიანობა, თურმე
შეوارდეს სადღაცას, რაღაცა დაიკავოს და რაღაცა ეს 21 საუკუნეში ხდება და ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც თურმე აქვს პრეტენზია და გაცხადებული, დეკლარირებული ყოველ შემთხვევაში, რომ არის დასავლური ღირებულებების მატარებელი და უნდა ნატოს წევრობა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროკურატურა არის დანიშნული და გაუგებარია ვის მიმართ არის ანგარიშვალდებული. მეცაც გეტყვით, დღევანდელი კანონის მიხედვით, რომელიც პროკურატურის შესახებ განმარტავს მისი ხელმძღვანელის, ანუ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს, ეს გახლავთ მთავრობის ხელმძღვანელი, ანუ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ამას ამ კანდიდატს წარადგენს, დანიშნავს მთავრობის მიმართ და არავისთან ანგარიშვალდებული ან შესათანხმებელი არ აქვს მას, ვის დანიშნავს და რატომ დანიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ ისე დაინიშნა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ მისი ასე ვთქვათ წარსულის გადამოწმებაც კი არც კი მომხდარა და რასაკვირველია. აი ეს არის სწორედაც ის, რომ მისი დამნიშნავი არავისთან ვალდებულად თავს არ თulis და აქედან გამომდინარე გვაქვს ის პრობლემები, რაც აქვს საზოგადოებას. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხედავთ ამ მთავარ პროკურორს ტელეეკრანებზე, ეგეთი გახლავთ დოქმედით და უკვე ზურაადეიშვილის საუბარი საერთოდ ადამიანებს ნანახიც არ ყავდათ, საუბარი არ არის. ეს დახურული სისტემა ჩამოყალიბდა, გაიხსნა, შემდეგ უკვე დაიკეტა და პასუხებს ვერ ვიღებთ. ხშირია შემთხვევა, მე მაგალითად გეტყვით, რომ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვაგზავნით შეკითხვებს იქნება თუ წერილების სახით, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასე ვთქვათ, გაჩერებული და უმოძრაო გაყინული მდგომარეობაში და არის ყველა შემთხვევა, ერთ შემთხვევაში დაზარალებულის მხარეს გულისხმობა და მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მხარეს, ვაგზავნით ამაზე თუ ადრე პასუხი მაინც მოდიოდა და ეს პასუხი იყო შაბლონური, დღეს ამაზე პასუხის გაცემისგანაც თავს არ იწუხებენ და არ თვლიან საერთოდ ანგარიშვალდებულად, რომ ეს არის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც უწყება, რომელიც საზოგადოების წინაშე არის ვალდებული. რაც შეეხება იმას და ეს ადვილი გასაგები არის ამასთან დაკავშირებით რაიმე ობიექტურობაზე როგორ შეიძლება იყოს პასუხი, დაუშვათ გვაქვს მოცემულობა ისეთი, რომ საზოგადოებას აქვს კითხვები და არაერთი კითხვა აქვს, არაერთ საქმესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მე ამ შემთხვევაში როგორც უფლებადამცველი ვიტყვი იმას, რომ არ მაქვს უფლება ერთი მხარეს სასარგებლოდ ვილაპარაკო ან მეორეს მხარეს და შევეცდები, რომ არ ვიყო მიკერძოებული. და ვკითხულობ ერთ კითხვას, რომ ჩვენ როდესაც თემიდას მაგალითს გულისხმობთ და სასტორის ორ პირნას ავიღებთ, ხო? თუ ერთ მხარეს ჩვენ მთელი ძალით დავაწვევით, მეორე მხარე ბუნებრივია, რომ იქნება ზემოთ. რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის უსამართლობა, რა პრინციპით და ვის მხარეს განხორციელება? ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ჩემთვის პირადად მე მინდა ისეთ საქართველოს ცხოვრება და ბუნებრივია ჩვენს ასე ვთქვათ, შთამომავლებსაც იმ საქართველოში, სადაც იქნება სამართლიანობა და სამართლიანობა სწორედაც გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ სამართლიანად აგვოს პასუხი და კანონიერად მიეზღოს და არ იყოს აქ რაღაცა ემოციებზე და ხალხის აზრი ჩართული იმაზე, რომ ვის როგორ რა აწყობს და მეორე მხარეს ასევე რომ იყოს ყველა ის უფლება შესაბამისად აღდგენილი და დაცული ის სიკეთე, რაც სახელმწიფოს აქვს ის პოზიტიური ვალდებულება, რომ დაიცვას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე. აი ამაზე არის საუბარი. დღეს არის ეს კითხვები, კითხვებზე პასუხი არ არსებობს და სწორედაც იმის გათვალისწინებით არ არსებობს, რომ დაუშვათ არასრულებს პროკურატურა თავის ფუნქციებს და ჩვენ ამას არაერთად ხედავთ. რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში? არასრულებს და არასრულებს. აი რო იყოს ვალდებული ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მოითხოვდა პასუხს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთან უნდა იყოს ვალდებული და უნდა ნიშნავდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ცალსახად ყველასა შეუთანხმებლად მინისტრთა საბჭოსთან კი არა და კაბინეტთან შეუთანხმებლადაც თქვენ მთავარ პროკურორს. მოდი დავიწყოთ იმასთან დაკავშირებით დღეს რა გვაქვს მოცემულობა და შემდეგ უკვე ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით რა სამუშაო ვარიანტი არის. ახალ კანონში გაწერილი არის. ჩვენ დიდი იმედი გქონდა რომ როდესაც ესე ჭახედ აცხადებდნენ, რომ ჩვენ მივიღებთ ახალ პროკურატურის რეფორმას, თუმცა ამას აცხადებდა ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში ყოფილი პირველი მოადგილე მთავარი პროკურორის, ანუ მაშინდელი გენერალური პროკურორის ჯამლეთ ბაბილაშვილი მაშინაც კი ეძახდა, რომ ჩვენ ამას და ადამიანის უფლებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ სასაცილო არის გავიდა, როდესაც მთელი 12 და 13 წელია გასული და იგივე წრეზე არის, ყველას აქვს ეს მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე, სიტყვით და სხვა არაფერი არ გქთება ამ კუთხით. დღეს ხედავთ მოცემულობას როგორც სამუშაო ვარიანტით, რომელიც შემოგთავაზა
იუსტიციის სამინისტრომ და იმ რეფორმების სისხლსამართლის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ორგანულ კანონში პროკურატურის შესახებ ცვლილებას, ეს გახლავთ მთავარი პროკურორის არჩევის ან დანიშვნის წესი ცვლილება. და გახლავთ შემდეგი. ეს უნდა მოხდეს, ანუ მთავარი პროკურორის დანიშვნა, ანუ წარდგენა ხდება და შემოდის ახალი ინსტიტუტი, როგორც არის საპროკურორო საბჭო. საპროკურორო საბჭოს გარდა შემოდის ახალი, ასე ვთქვათ, ინოვაცია, გახლავთ ის, რომ არის ასე ვთქვათ, კონფერენცია, პროკურორთა კონფერენცია. კი ბატონო, საპროკურორო კონფერენცია. როგორც მოსამართლეთა კონფერენცია და იგივე უფლებები. და გადაწყვეტილებებით, დაახლოებით იგივე არის. ამ ნაწილში ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კონფერენცია ირჩევს იმ სამ წევრს, რომელიც კანონში არის მოქმედ სამუშაო ვარიანტში გათვალისწინებული სამ პროკურორს პროკურორთაგან. საერთოდ ამ საპროკუროროს საბჭო შედგება უნდა შედგებოდეს 9 წევრისაგან, მოცემულ ვარიანტში ასე არის ყოველ შემთხვევაში. ესე იგი დავიწყოთ ეს გახლავთ მას თავმჯდომარეობს და წევრის სახით შედის იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორის მოადგილე, 3 არჩეული პროკურორთაგან, რიგით პროკურორთაგან 3 პროკურორი. ამის შემდეგ მოდის უკვე პარლამენტის ჩართულობა და პარლამენტიდან სახეზე უნდა ყავდეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა და ინტეგრაციის კომიტეტი. ეს გახლავთ 2 ადამიანი, 2 პირი პარლამენტის წარმომადგენლობიდან და დანარჩენი, ანუ 2 პირი დარჩენილი გახლავთ ის, რომ საზოგადოების მიერ უნდა იქნეს წარდგენილი. ეს გახლავთ არასამთავრობოები და ასე ვთქვათ, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სამეცნიერო წრეებიდან წარმოდგენილი პიროვნება, რომელიც მაღალი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში. ანუ საზოგადოების ჩართულობა, როგორც ხედავთ, ამ 9 ადამიანიდან არის სულ რაღაც 2 ადამიანი განისაზღვრა. დიახ. ეხლა რა ხდება ამას დაკავშირებით, როგორ ხდება ეს? როდესაც ეს საპროკურორო საბჭო ჯერ თვითონ მექანიზმი ამისი 9 წევრი, როგორც ხედავთ უკვე ამ 9 წევრიდან უმეტესობა ისევ არის სახელმწიფო რგოლი. ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთი ამ იდეის მატარებელი და ჩემი ოპონენტი ვერ დამისახელებს ერთ არგუმენტს, რომელზეც მაგალითისთვის ექნება განსხვავებული პოზიცია ამ საპროკურორო საბჭოში შესულ მაგალითად მთავარი პროკურორის მოადგილეს და იმ 3 პროკურორს, რომელიც შევა, ანუ 4 ადამიანს. ეს არის გამორიცხული. დიდი ალბათობით ასევე 95% უნდა ვივარაუდოთ, რომ მასზე ზედამხედველ ასე ვთქვათ, რგოლს, როგორც არის იუსტიციის მინისტრი, როგორც იქნება, ასეც ეს ადამიანიც იმ პოზიციის მატარებელი იქნება, როგორც მაგალითად ის 4 ადამიანი. ანუ ეს 5 ადამიანი უკვე გვყავს. ის 2 ადამიანი პარლამენტიდან, რომელიც ამ ორ კომიტეტს ხელმძღვანელობს, იმ დადგენილი პრაქტიკიდან რაც ჩვენ გვაქვს და პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ხელისუფლების შტოთაგან ყველაზე კრიტიკულად არის დახასიათებული ყველა დროს და ყველა კვლევაში და საზოგადოების ნეგატიური განწყობილება იმთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ დროს ვერ დამისახელებს ამ ორი უწყების წარმომადგენელი, რომ მათ რაიმე გარდატეხაშია შემოიტანეს კანონმდებლობაში და მეტიც ადამიანის უფლებათა კომიტეტი იქნება ეს თუ იურიდიული საკითხთა კომიტეტი, ამ ორი კომიტეტის ძალისხმევით მოხდა ის, რომ ყოველთვის ვასახელებ ამ შავ ლაქას, როგორც წასული ხელისუფლებიდან დღეს კარგად მიყვნენ ამას, ეს არის მოწმის დაკითხვის ახლებული წესი, რომელიც საფრთხე კანონმდებლობაში არის ინოვაცია და რომელიც სასამართლოზე ითვალისწინებდა მოწმის დაკითხვას, სწორედ ამ ორი კომიტეტის ძალისხმევით იქნა გადაწეული გაუგონარი და გაუგებარი ვადით. და ჩვენ როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კომიტეტები იქნებიან ხმალამოღებული დამცველები ადამიანის უფლებათა და დაუპირისპირდებიან იმ იუსტიციის მინისტრს იქნება თუ პროკურორის მოადგილეს ან რომელიმე პროკურორს, რომელიც არჩეული იქნება. ასე ვთქვათ, ეს 5 ადამიანს კიდევ ეს 2 ადამიანი დაემატება და გამოვა, რომ მთელი ეს 7 ადამიანი ფაქტობრივად უკვე 8 ადამიანის სახით იქნება ერთობლიობაში წარმოდგენილი ერთი სახით და ერთი აზრით. რაც შეეხება იმას, რომ ამ რგოლს, ამ უწყებას, ანუ ამ ინოვაციას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა კანონმდებლობიდან გამომდინარე. შემოდის ახალი რგოლი იმას დაკავშირებით, რომ ეს საპროკურორო საბჭო კანდიდატს, რომელსაც წარადგენს იუსტიციის მინისტრი,
თუ მოიწონებს, ამ შემთხვევაში წარუდგეს პრემიერ-მინისტრი მთავრობას, თუ მთავრობის ნდობას მოიპოვა და ეს ძნელი მოსაპოვებელი გესმით რომ არ არის, მოიპოვა, შემდეგ უკვე გადადის პარლამენტში. პარლამენტის უმრავლესობიდან, უბრალო უმრავლესობიდან ხდება არჩევა, როგორც ეს მაგალითად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან გვაქვს. რასაკვირველია, ესეც პრობლემა არის, დიახ, ამასთან დაკავშირებით და გეტყვით შემდეგთ, რომ ყველაზე მთავარი ანგარიშვალდებულება გააჩნია, როგორც ხედავთ, რომ საპროკურორო საბჭო არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადამწყვეტი, რომელიც წარადგენს და ათავისუფლებს თანამდებობიდან პროკურორს, მთავარ პროკურორს და ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია. ჩანაწერი ასეთი არის და რომელი მნიშვნელოვანი საკითხებს გულისხმობენ ამაში, ეს სამწუხაროდ განმარტებული ჯერჯერობით არ გვაქვს. ამასთან ერთად საუბარი არის იმაზე, რომ შემოიტანეს ახალი ინოვაცია იმ სახით, რომ თუ დაუშვათ თავარმა პროკურორმა დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული, ვინ იქნება ამ დანაშაულის გამომძიებელი და ვინ იქნება მასზე პასუხის მომთხოვნი. ასეთი გახლავთ. იქნება ძალიან, იმიტომ რომ თუ გამარტყდა გენერალური პროკურორი, მაშინ აღმოჩნდება, რომ მის თანამშრომელს, რომელიც აბსოლუტურად იძინებს, ცალსახად გათავისუფლება. ბატონო, ამიტომ შემოდის ახალი ინოვაცია ამ მუშა პროექტის თანახმად და ამას ქვია საგანგებო პროკურორი. ამ საგანგებო პროკურორი, რომელმაც 2 თვის ვადაში თურმე უნდა გამოიძიოს სავარაუდო ფაქტი ჩადენილი და დადოს დასკვნა. თუ ამ დასკვნის გამომწვევი დასკვნა თუ 2 თვეში არ მოისწრო, ამ საკითხის განხილვა ხელმეორედ 6 თვის განმავლობაში ეკრძალება. ეხლა საკითხი რაზეა? დაუშვათ მოესწრო და დადო ამან გამომწვევი დასკვნა საგანგებო პროკურორმა და წარმოადგინა საბჭოს უნდა წარუდგინოს. საბჭოს 2/3-მა თუ არ დაუჭირა მხარი, საკითხი სვლას ვერ განაგრძობს. 2/3 საკმაოდ სოლიდური ციფრია. 2/3 საკმაოდ სოლიდური ციფრია და 2/3 ცხრის შემთხვევაში 9 კაციანი შემადგენლობიდან არის 6 ადამიანი, ხო? 6 ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. როგორ გონიათ თქვენ 6 ადამიანი ნახევარზე მაინც ყოფილიყო. დიახ, როგორ გონიათ თქვენ რომ ამ 9 კაციან საბჭოში 2 ადამიანი გახლავთ მხოლოდ საზოგადოების ხმა და სახე და თვალი, ხო იქ? დანარჩენ შემთხვევაში იქ რა ხდება 6 ადამიანი გარანტირებულად ყავს უკვე, რა თქმა უნდა, უკვე გარანტირებულად ყავს, რომ არც ერთ შემთხვევაში ამას არ იზავს. აი ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მე შორსა ვარ იმაზრისაგან, რომ მოცემული რბა რაც გვაქვს დღეს კანონში ჩანაწერი, ეს ჯობია წარმოდგენილ ვარიანტს, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, მაგრამ ჩვენ თუ ვაკეთებთ და ვამბობთ ხოლმე რომ ჩვენ ვართ ევროპელების ნაწილი და ასე შემთხვევაში, კი ბატონო და გვინდა რომ და ვართ პრეტენზია გვაქვს სამართლიანობაზე, წარმოდგენილი სამუშაო ვარიანტიც ცუდი არის, იმ გაგებით რომ ასკუზგებლობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგება და ამას შემდეგ უნდა მოყვეს ფილტრი, საბჭომაც რო კიდევ ერთხელ ვიძახი დაუჭიროს ხარი, შემდეგ მთავრობაზე გადის ეს, მთავრობის ხომაზე, მთავრობის წევრებმა თუ არ დაუჭიროს ხარი, კიდე ჩაიკეტება. მთავრობიდან პარლამენტში გადადის, პარლამენტმა თუ არ დაუჭირა ხარი მის, ასე ვთქვათ, გადადგომა არ გადადგომის საკითხს. ამასთან დაკავშირებით კიდე ჩაკეტილი რგოლი არის და კვლავ 6 თვის განმავლობაში ვეცდებით ფაქტურად არ დადგება. ფაქტურად შეუძლებელი არის, ფაქტია ეს ცალსახა არის. ამით მივიღებთ კიდევ ერთხელ იმას, რომ მოგვაძახებს ნებისმიერი მავანი რომ აი ხომ მივიღეთ. ბატონო, თუმცა ჩვენ გვქონდა მრავალი ესეთი კანონი, რომელსაც ძალიან ადვილად იყო შესაძლებელი თანამდებობის პირის მოხსნა არ მოხსნა და იყო მუდმივი ცვალებადობა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გამარტივებული წესი რო იყოს ამისი, შეიძლება რომ ვთქვათ ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გენერალური პროკურორის წინააღმდეგ აღძრათ იმპიჩმენტი და ვცვალოთ ის რაღაცა ძალიან დიდი ფიგურაა ხო ქვეყანაში. ძალიან დიდი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ რომ გესმით თქვენ რომ პროკურატურა არის ადამიანის ბედის განსაზღვრელი. ნებისმიერი პირის მთავარ პროკურორს თუ ეხება მით უფრო საქმე, ეს გახლავთ პრეზიდენტი, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და ნებისმიერი ადამიანი ექცევა მისი ასე ვთქვათ, განკარგვის და იურისდიქციის ქვეშ. აქედან გამომდინარე უმთავრესი რგოლი არის, რომელიც რატომღაც ესე რუხ კარდინალად არის დარჩენილი სამთავრობო რგოლებში და ფაქტიურად არის ისე, რომ არავისთან ვალდებულება არ გააჩნია და პასუხს ვერავინ ვერ თხოვს და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც წინ უნდა იყოს და გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას უნდა გზნოვდეს. კარი უნდა იყოს ღია პროკურატურის. ეს ფაქტი არის, ამის ვალდებულება აიღო ამ ხელისუფლებამ, როდესაც მოდიოდა ფაქტია დღეს
ამ დანაპირების შესრულების ნიშანწყალი სახეზე არ გვაქვს. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ საპირისპირო მოსაზრებას რომ მალე იცვლებოდნენ, რომელი ორი პირი გაბედავს და მთავარ პროკურორს ადგება და უაპელაციოდ თქვენ გონიათ რომ ესე დაუსაბუთებლად სადაცაც თანამდებობიდან გაუშვებს. მე გეკითხებით და ვეკითხები მათ ნებისმიერს, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა და რომელიც ამ ვერსიას ემხრობოდა რომ არ გაეშვათ. ესეთი ძლიერი ფილტრის გავლა რო ჭირდება თანამდებობიდან გადაყენება არ გადაყენებას და დანაშაულის დამტკიცება არ დამტკიცება კიდე სხვა თემა არის და ამას ბუნებრივია კიდე სასამართლო ჭირდება ბუნებრივია და ცალსახად ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერი თუნდაც გნებავთ მასწავლებელი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ასე ვთქვა სამეცნიერო წრის წარმომადგენელი და პატივსაცემი ადამიანი მას რომელი ფილტრი იცავს ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუძლია აღმოაჩნდეს ნარკოტიკი ჯიბეში განსხვავებული აზრის გამოთ და მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ პლუსად უნდა ჩავთვალოთ ის რომ დღეს აღარ ხდება რას ქვია არ ხდება მე უნდა მიცავდეს კანონი და არა კონკრეტული პიროვნება რომ ის რა ხასიათზე იქნება როგორი სახის გამომეტყველება იქნება ჩემთვის მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ფიქრობ არც საზოგადოებისათვის არ აქვს მნიშვნელობა თავარი არის რომ ადამიანს იცავდეს კანონი უნდა იყოს სამართლიანი და იმდაგვარი რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს კითხვის დასმა და ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ თავარი პროკურორი იქნება ეს პრეზიდენტი იქნება თუ პარლამენტის რომელიმე წევრი იქნება ნებისმიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანიც კი ვალდებული არის საზოგადოების წინაშე და ნებისმიერ ერთ ადამიანსაც რო ქონდეს კითხვა ვალდებულება კეთილი უნდა ენებონ და გასცენ ამაზე პასუხი ეს მიუღებელი არის მისაღებია თუ რომელი მხარეს რას წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქე როდესაც არის და მას ჯიბეში უდეს ამ ქვეყნის პასპორტი აი ყველა ამ ადამიანთან ვალდებულება აკისრია ყველა პირს მათ შორის თავარ პროკურორსაც უნდა აკისროს არის თუ არა ღია იუსტიციის სამინისტრო მიიღოს შენიშვნები სხვა პროფესიული წრისგან მაგალითად ადვოკატებისგან, მოსამართლეებისგან, რიგითი ადამიანებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, აი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და თუ გიცდიათ, თქვა მსგავსი რამის გაკეთება თქვენ როგორც პროფესიონალებს. საერთოდ ადვოკატ ასოციაციამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ზოგადად ამ ცვლილებასთან დაკავშირებით დააფიქსირა თავისი აზრი ასევე არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იქნება ეს გამჭვირვალობა თუ საიამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ნება უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს. მართალია, მათი პასუხი არის რომ ეს ხო სამუშაო ვერსიაა, მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელი არის რომ ეს კანონპროექტი კიდევ უფრო გაუარესდეს კიდევაც, არამედ თუ გაკეთილშობილდეს, მაგრამ მე მინდა ერთი რამე უთხრა ყველას, რომ ნუ შეეცდებიან რომ სახელმწიფო და ძალაუფლება გამოიყენონ იმდაგვარად რომ დღეს ჩვენ ვართ და როგორც ჩვენ მაგალითად მიგვაჩნია სწორად ამას ვაკეთებთ მე მოხარული ვიქნები რომ მიიღონ ეს შენიშვნები ერთად ვიმსჯელოთ რაიმე სახის შენიშვნები თუ არის ეს არ უნდა იყოს პიროვნებებზე მორგებული არც ერთი კანონი ჯერ უარი არ უთქვით ყოველ შემთხვევაში უარს ვერ განაცხადებ იქიდან გამომდინარე რომ სამუშაო ვერსიაო ამბობენ და ვარაუდის დონეზე აქვს გამოთქმული რომ ამ წლის ბოლომდე ალბათ ვერ მოესწრება ამ წლის ბოლომდე თუ ვერ მოესწრება და გადავედით იქ და წელში ბუნებრივია იქ და წელი წმინდა წლის საარჩევნო პერიოდი არის ხო არ იქნება საშიშროება რომ პოპულისტური კანონი მეეღონ ამ ვარიანტით რაც წარმოქმნილი არის კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე რაიმე სახის დემოკრატია და მისასალმებელი ვერაფერი ვნახე როგორიც ეს გახლავთ ისეთი მკვდარი თემა როგორიც მივიღეთ მაგალითად მოსამართლეების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი რეფორმა რომელიც ფაქტიურად ჩაფლავდა და მკვდარი არის და რაოდენი გასაოცარიც არ უნდა იყოს და კომიკური ბუნებრივია რომ ეს უკვე მთელი 3 წელი ხდება რომ ეს რეფორმა ძალაში არ უკვე შესული და დღესაც გუშინ უпростоრეთ ორშაბათს გამოაცხადა პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე ვაკანსია ერთი კანდიდატი არის დარჩენილი რომელსაც ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამაზე ვერ თანხმდებიან ეს ჩანაწერიც გაჩნდა კანონში და ამ ხალხმა ვინც ამის ავტორები იყვნენ ძალიან ხმამაღლა განაცხადა რომ ევროპული კანონი მიიღეს და შეიტანეს ცვლილებები და დემოკრატიული, მაგრამ ეს არ არის ქმედითი, ამდენი 3 წელი არის ჩვენ ხედავთ რომ ვერ ამ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოესწრო და დღესაც ხედავთ რომ ნაკლოვანებები ერთობ სახეზე არის და საერთოდ რა ხდება ამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ვიცი ეს ბურუსით არის მოცული, იმიტომ არ მგონია რომ რამდენჯერმე სცადეს მისი რეფორმირება, თუმცა საზოგადოება მართლა არ იცის ფართოდ რა ხდება და როგორ ხდება იქ. ამიტომ საუბარი არის ამაზე რომ საზოგადოებისთვის ყველა კარი უნდა გაიღოს
და საზოგადოება უნდა ჩართონ ამ ყველა რეფორმის საკითხში, საზოგადოებამაც კეთილი უნდა ინებოს და უნდა თუ არ უნდა ეს პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. რას ქვია საზოგადოება ჩვენ მივაჩვიეთ რაღაცა იმას რა ქვია ხართ-ეძოზე წამოწოლას რიგ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ მაშინ გამოდიან და აცხადებენ და აყალებენ თავიანთ ასე ვთქვათ კრიტიკულ დამოკიდებულებას, როცა უშუალოდ მის ოჯახის გარემოცვას ეხება ეს. ესეთი რამ არის დაუშვებელი ნორმალური საზოგადოების პირობებში. თუმცა ეგება ისედაც მოეშვნენ ბატონო ალდა, იმიტომ რომ საზოგადოების აზრი არავის კარგახან არ აინტერესებდა ის 9 წელი ყოველ შემთხვევაში. ვერ დაგეთანხმებით ამაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი აი ესეთი გულგრილი დამოკიდებულება არის წამახალისებელი ფაქტორი ყველასთვის, რომელიც ფიქრობს იმას, რომ საზოგადოების აზრი არაფერში არ მჭირდება და დღეს არის ჩემი აზრი და ამ ჩემი აზრის და გამომდინარე, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ჰიტლერის წყობას და მის აზრს, რომ საზოგადოება გამორთოთ და ჩვენ ამაზე ვიბატონოთ მის აზრზე. ყოველთვის აქვს საზოგადოების აქტიურობას აზრი და ისტორიისთვის თუ ჩვენ ამას გადავხედავთ 9 წლიან მმართველობასაც ღრმა დიდი არანაირი ანალიზი არ ჭირდება ამას, რომ ისტორიისთვის 9 წელი არაფერს არ ნიშნავს, თუ ჩვენ გვინდა რომ ნორმალური საზოგადოება ჩამოყალიბდეს. 9 წლის განმავლობაში დასრულდა ხო მასწავლე ეს. ესე იგი არ ყოფილა ეს 900 წელი, ხო? აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით ამას, როდესაც ჩვენ თქვენს და ჩვენი მსმენელებიდან როდესაც მე მეკითხებიან, რომ აი როგორ ხდება ევროპის ქვეყანაში. ევროპის ქვეყანაში როგორ ხდება, როდესაც არაერთი ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც დღეს არის ასე ვთქვათ თითქმის საჩვენებელი. უნებრივია აქ ისეთი გაუგონარი რაღაცები ხდებოდა, რომ აქ ზოგან გილიოტინა იყო და ზოგან სიკვდილით დასჯა. დღესაც არის ამერიკის არაერთი. დიახ, აქედან გამომდინარე, სრულიადაც ვერ ვიტყვი იმას, რომ მაგალითად ეს რაიმეს ნიშნავს. ამიტომ საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა, თორემ ევროპის ნაწილის ადამიანები, ჩვენაირი ადამიანები არიან და ზოგადად ადამიანში არის ეს, რომ მას ძალაუფლება რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება კიდევ უფრო მაგრამ. ბატონო ალდა მივადექით ნაფიც მსაჯულებს გული მწყება ძალიან, იმიტომ რომ 10 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასასრულამდე და მინდოდა რომ ძალიან კარგად გაგვეშალა ეს თემა. ნაფიც მსაჯულები, მოდით შევახსენოთ საზოგადოებას, როდიდან მოდიან ესენი სულ რამდენიმე წელია შემოვიდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს, რამდენიმე წელიც არ არის, 2 წელია, ხო? 2010 წლიდან ხდება ეს ჩვენ ახალ ეპოქაში, მაგრამ ამასთან ერთად იქამდე იყო დიდი ვნებათაღელვა, იყო გიგაბოკერია, ვიდრე მოვიდოდნენ ნაციონალურ ხელისუფლებაში, იქამდე იყო დიდი ვნებათაღელვა, რომ აუცილებელი იყო ეს კანონი, მრავალი წლის განმავლობაში იყო ხმაური, მაგრამ არ იყო ქმედება, მერე უცბად მოყვა ქმედება და როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორც მოქმედი იურისტი? კანონმდებლობაში ხო არ დაგვეშვია შეცდომა და ადრევი და ნაჩქარევი ხომ არ იყო ნაფიც მსაჯულების სისტემის შემოღება ქართულ სამართალში. ესე იგი, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას თუ გადავხედავთ და არ უნდა დაგვაუგდეს ეს 1918-დან 1921 წლამდე პერიოდიც და მთელი ეს ეპოქა მაშინდელი, როდესაც ნაფიც მსაჯულები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მთლიანობაში თუ შევკრიბავთ, სულ 12 საქმე არის განხილული. ჯერ კიდევ მე იმის მინდა რომ მაშინდელი საქართველოს რეალობაში იყო ეს ინსტიტუტი. ნაფიც მსაჯულების სიტყვა თავიდან როგორც ეგეთი ამას პრეისტორიას თუ გადავხედავთ, ნიშნავდა იმას ეს ინგლისი არის ფუძემდებელი, რომ ესენი იყვნენ დაფიცებული მოწმეები. როდესაც მოდიოდნენ ესენი და მეფის მოსამართლეები ერქნენ, რომელიც დადიოდნენ საგრაფოებში და წელიწადში 4-ჯერ ან 5-ჯერ და ატარებდნენ პროცესებს, ასე დავარქვათ და იხილავდნენ საქმეებს. დღევანდელი გაგებით აქ მოდიოდნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაფიცებული მოწმეები, რომ კონკრეტულ ფაქტის ირგვლივ ვიტყოდნენ ყველაფერს. ანუ მოწმის სტატუსი ქონათ ძირითადად რომ ავიღოთ და ამას ეყრდნობოდა, ასე ვთქვათ, ეს სამეფო სასამართლოს და მოსამართლენის. შემდეგ უკვე სახე იცვალა მთელი ამდენი ხნის მანძილზე, ეს გახლავთ მე-9 საუკუნიდან მე-11 საუკუნის პერიოდში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის ბოლოს უკვე ისეთი საბოლოო სახით როგორც გვაქვს და 1993 წელს დიდი პალატა გაუქმდა ინგლისში ნაფიც მსაჯულების და დარჩა მცირე პალატა, რომელიც აქტიურია დღესაც და ერთ-ერთ ძირითად რგოლს წარმოადგენს. რასთან გვაქვს საქმე? საერთოდ გაუგონარი არის ის, რაც მესმის ტელეეთერებით, რომ დღევანდელ ჩვენს რეალობაში რომ თურმე უნდა გავაუქმოთ
მაშინ მე ვეტყვი ყველა ასეთ ადამიანს. ამას ამბობს ისეთი წონიანი ფიგურები ქვეყანაში, მაღალი თანამდებობის პირები და არა რიგითი ადამიანები, რომელიც ჯერ კარგადაც კი ვერ გაიყოლნენ. ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი კარგია თუ ცუდი და იმ შემთხვევაში თუ კარგ პიარს გაუკეთებ ამას, კარგია თუ ცუდია. ჩვენ საზოგადოების ზემოქმედება. არც ერთ საზოგადოების წევრს არ ეპატიება ის რომ დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც კონსტიტუციურ გარანტირებული უფლებაა ნებისმიერი ადამიანის და მით უფრო არ ეპატიება და ორჯერ და სამჯერ მეტად ხელისუფლების მაღალი რგოლის წარმომადგენლებს, რომელიც ამ სიტყვას დამნაშავეს ისე ეხმარობენ, თითქოს რაღაცა ის იყოს, რა ქვია, საქებარე სიტყვა იყოს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამას, რომ სრული გაუგონარი და უიცობას ხედავთ და საზოგადოება ხედავს საბოლოო ჯამში, არ ჭირდება ამას ძალიან დიდი დაკვირვება, იმასთან დაკავშირებით რომ თურმე რაღაცა კარგად ვერ არის, უნდა გავაუქმოთ. მაშინ მე მაქვს კითხვა ყველა ამ ადამიანთან. სასამართლოში რამდენი რამე ვერ იყო კარგად და არ არის კარგად დღესაც? ხო არ გაგვეუქმებინა სასამართლო პირველ რიგში, სანამ ნაფიცსაჯულებამდე მივიდოდით. რომელმა ნაფიცსაჯულმა მიიღო გადაწყვეტილება იმდაგვარი რომ უდანაშაულო ადამიანი და მათი გაგებითვე პოლიტპატიმრები, რომელიც მთელი 300 კაცამდე სია აქვთ, ჩამოყალიბებული და ერთ შემთხვევაში პოლიტპატიმრები ყოფილან და უკანონო დაჟილან ეს ადამიანები და საინტერესოა ამ 300 ადამიანის უკან კონკრეტული განაჩენები არ დგას და ამ განაჩენებს ხელს არ აწერს კონკრეტული მოსამართლეები და დღეს არ არიან ეს მოსამართლეები. ამიტომ საუბარი როცა არის ასეთ რამეზე, ვერც ერთ ფაქტს ვერ გამახსენებს ვერც ერთი ადამიანი რომ თურმე ისეთი დანაშაული და ცოდვა ჩაუდენია ნაფიცსაჯულებს რომ ამდაგვარი რაიმე რეალობა ქონდეს სახეზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც მოსამართლეებმა და ამ კვალიფიციურმა ეგრეთ წოდებულმა იურისტებმა უამრავი მიუტევებელი შეცდომა აქვთ დაშვებული. ამიტომ საუბარი არ არის იმას, რომ ეს უნდა გაუქმდეს. გამოურიცხული არის, როდესაც გამოტყუნებელი ვერდიქტები იქნა მიღებული ნაფიცსაჯულების მიმართ, ვინმე ფიქრობდა, რომ გაუქმებულიყო. რომ გამართლებული იყო ეს ადამიანი, მაშინ კიდევ უფრო იმ დღესვე უნდა გაუქმებულიყო, ხო? ეს არის გაუგონარი რა. ჩვენ ესე საზოგადოებას და მით უფრო ვერ მივაჩვევთ პასუხისმგებლობის აღებას. ეს არის საზოგადოების ჩართულობა. როგორ გონიათ? დღეს ეს არის სარკე საზოგადოებისა, რაოდენ არის მზად, რომ იმასთან დაკავშირებით აიღოს პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად მიიღოს მონაწილეობა იმ კონკრეტულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიყოფებით, რომ ტყუან მართალით უნდაც განსაჯოს. და ეს ხალხი, ვინც ნაფიცსაჯულებას გვევლინება, არამის არ უნდა დაავიწყდეს, რომ არიან ამომრჩევლები და ბიულეტენის ურნაში ჩამგდები, ყუთში ჩამგდები და ამორჩეველი, რომელიც ბედს წვიდავს ჩვენი მომავლისა. ამიტომ საფიქრალი მე ვიტყოდი იმას, რომ ამ მინისტრთან, რომელიც ამას საუბრობდა და მით უფრო იუსტიციის მინისტრიც, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში საზრუნავი აქვს იმაზე, რომ უფრო მეტად როგორ ჩართონ საზოგადოება და არა უფრო როგორ გამორთონ და გათიშონ. ადამიანმა საუბარი არის იმაზე, რომ ნაფიცსაჯული არის რა. ადამიანი ზის და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი წარმოება არაფერი არ არის სხვა იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი გასაგები ემოცია აქვს მოსამართლესაც. როგორ გონია თქვენ, როდესაც ხალი მოსამართლე იხილავს უკაცრავად გაუპატიურების საქმეს. მას არ აქვს ემოცია. ამიტომ ესე თუ მიუდგებით და ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა ვიცით, რომ მოსამართლეს უნდა მიმართო ბატონო მოსამართლე, რადგანაც მას სტატუსიდან გამომდინარე, მას სტატუსი, ანუ ხალი კაცი მას არის სქესი ამ შემთხვევაში არის გამორთული და გასული გვერდზე არის გადადებული. აქედან გამომდინარე რა, ჩვენ გარანტია გვაქვს, რომ ემოცია არ აქვს ამას, როგორ არ აქვს. ან მაგალითად რომელსაც მოსამართლეს რაღაცა ცხოვრებისეული ტრამვა აქვს მიღებული და გარდაცვლილი ყავს ან ვინმე ახლობელი მოუკლეს ან გარდაიცვალა და ამ შემთხვევაში იხილავს თუნდაც ავარიის საქმეს ყველაზე მარტივი ავიღოთ. როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან? ამაზე არავინ არ საუბრობს და ნაფიცსაჯულები თურმე უნდა გამორთო და გავიყვანოთ გარეთ და მივანდოთ კონკრეტულ მოსამართლეს. აბსოლუტურად მცდარი აზრი არის ეს. ნაფიცსაჯული ჩვეულებრივი ადამიანი არის, კანონში პირდაპირ იმიტომ წერია, რომ ის არ უნდა იყოს იურისტი სწორედაც. შემთხვევით უნდა იყოს არჩეული. გასაკვირველია და ის ხედავს იმას, რომ რომელმა მხარემ რა უფრო კარგად წარმოაჩინა, ვერ წარმოაჩინა. ეს გარანტია მოსამართლესთანაც დგას და ექნება და ვინმეს დაავიწყდა ის ჩანაწერი, რომ სასამართლოში ასე ვთქვათ, საქმის წარმოება სრულდება შეჯიბრობითობის პრინციპით. და ის არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მიდიან ევროპაში, რომ ჯობია, როდესაც 10 დამნაშავე იყოს გარეთ სახელმწიფოსთვის, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი იყტიდეს სასჯელს. აი ეს არ უნდა დააუწყდეს ამ ხალხს და ექნება ვინმეს კითხვა გასჩენოდა იმასთან დაკავშირებით, ის 6 გამოტყუნებელი ვერდიქტი რომ მიიღო ნაფიცსაჯულებმა. იქ რა
მაშინ არ იყვნენ ეს ხალხი არაკვალიფიცირებული და მიკერძოებულები, ექნება იქაც ყვიყვნენ. ამიტომ ცალსახად იმპოზიციის დაჭერა რომ მთელი 20 წელიწადია რომ მე ვარ ხელისუფლებაში და ხელისუფლებას წარმოადგენს და ანუ სახელმწიფოს პროკურატურა სასამართლო პროცესი და რასაც იტყვის ის არის უდავო ჭეშმარიტება ეს მე მგონია რომ მიგვიყვანს იქამდე რომ ეს სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება და მივიღებთ იმ სურათს რაც დღესაც გვაქვს ყოველთვის გვექნება მოლოდინი რომ ადამიანების რომ სადღაცას უნდა დავუკაკუნოთ და იქ რომ მივიღებენ იქ იქნება კარგი ცხოვრება მაგრამ ვერსად ვერ მივიღებენ ამ დაგვარი კანონმდებლობით და ამ დაგვარი დამოკიდებულებით ეს რაც ქაოსი ხდება დღეს რომ თურმე როგორ შეიძლება ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს ნაფიცსაჯულმა განიხილოს მისი საქმე თუ არ განიხილოს ჩვეულებრივად სასამართლომ განიხილოს ეს და როგორ შეიძლება ამ უფლებაზე რაიმე სახის ზეწოლა შორს ვარ იმ კონკრეტულ საქმეში რომ მე და ან ეკნება ვინმე მითხრა რომ რომელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა ჩაიხედა ამ საქმეში და განიხილა და დააზუსტა იქ და მტკიცებულებები შეაფასა ჩანაწერში რომელიც კანონმდებლობით არის და რომელსაც ნაფიცსაჯულები აფასებენ და არავინ არ საუბრობს ამას ძალიან მკაფიოდ წერია რომ ნაფიცსაჯულები წარმოდგენილი მტკიცებულები საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. ანუ რასაც მიიტანს სასამართლოში, იმას წამოიღებს. მედიატორები არიან. როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება და გაუგებარი რომ თურმე მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება მართლაც უნდა გამოფხიზდეს, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ამაში, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გამოფხიზდნენ, რომელიც სპეციალიზირებულნი არიან სწორედ სამართლებრივ საკითხებზე და აგრეთვე თქვენც ადვოკატები, სხვა იურისტები, საზოგადოების ცნობილი ადამიანები ჩაერთონ პროცესებში, იმიტომ რომ ახლა ისე ხდება, როგორც ვთქვათ, ერთ ადამიანს ერთ კონკრეტულ უწყებას ერთ სამინისტროს აწყობს და არავინ არ ეხმის გამცემი რაღაცა შორიდან ესეთ შტაბეშლება მჩება. დიდი მადლობა ჩვენ გადაცემა ამით ამოიწურა. ალუდა ყუდუშაური ჯორჯიან ლეგალ კონსალტინგის დამფუძნებელი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე კი ასე გამშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. კარგად დიდი მადლობა ნახვამდის. დაიცავით თქვენი უფლებები. ტალღაზე 102 და 4. ყოველ სამშაბათს 3-დან 4-მდე.